მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მოქალაქეები როგორც ხედავთ ისევ დგანან ქუჩაში ქართული ოცნების რეპრესიული კანონმდებლობის მიუხედავად, რომელთაც ქართული ოცნების მთავრობა ცდილობს, რომ აგრძელოს ფაქტობრივად ქვეყანაში პროტესტი, ჩაახშოს პროტესტი ქვეყანაში, ამის მიუხედავად მოქალაქეები მაინც დგანან ისევ ქუჩაში უკვე წელიწადი და 3 თვეა, ეს გრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, მას შემდეგ რაც ქართული ოცნების მთავრობამ ღიად განაცხადა იმის შესახებ, რომ აჩერებს ევროინტეგრაციის კურსს ამ ქვეყანაში. თქვენ გახსოვთ ირაკლი კობახიძის განცხადება 2024 წლის 28 ნოემბერს, მაშინ როცა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაწერილი შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე. ეს განცხადება აღმოჩნდა კრიტიკულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში და ამ დრომდე ნებისმიერ ამინჩი, წვიმასე თუ ქარში, თოვაში თუ ყინვაში მოქალაქეები დგანან ქუჩაში და არ მხოლოდ ბათუმში და თბილისში ქალაქებში, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში ისმის პროტესტის ხმა. უპირველესი მოთხოვნა მოქალაქეების არის ის, რომ უნდა აღდგეს ევროინტეგრაციის კურსი, უნდა გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა და ჩადადგეს ხელახლა არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. და ასე უპირველესი მოთხოვნა, უმთავრესი მოთხოვნა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ისმის ამ საპროტესტო აქციაზე, ეს არის სინდისის პატიმრების გათავისუფლება. თქვენ იცით, რომ დაახლოებით 150 სინდისის პატიმარი ყავს უკვე ქვეყანას, მათ შორის მზია ამაღლობელი პირველი ქალი ჟურნალისტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც პატიმრობაში ყავს ივანიშვილის რეჟიმს. დღესაც განან მოქალაქეები ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მე მინდა გავესაუბრო მათ ბოლო ამბებზე, ბოლო მოვლენებზე, მათ შორის პარლამენტში დღეს გაჟღერებულ ინიციატივაზე, როცა ქართული ოცნების მთავრობა ითხოვს ლეგიტიმაციას, ანუ მოქალაქე თუ არაღიარებს ქართული ოცნების მთავრობის ლეგიტიმურობას, რაც არის აბსოლუტური კონსტიტუციური უფლება თითოეული მოქალაქის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნება ანონსებს ასეთი ადამიანების დაპატიმრებას კი 3 წლამდე თავისუფლების აკვეთილდებათ ასეთ ადამიანებს. კონკრეტულად კი ქართული ოცნების გაწყვეტილებით კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებას სამართლის წესით დასჯადი გახდება. ამის შესახებ დღეს 16 თებერვალს ქართული ოცნების პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გრანტების შესახებ კანონში შესატანი მორიგი რეპრესიული ცვლილებების განხილვისას ისაუბრეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების წევრმა არჩილ გოდულაძემ განაცხადა იმისთვის, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება დასჯადი იყოს, ორი მთავარი კომპონენტია მნიშვნელოვანი. ეს უნდა ხდებოდეს კონკრეტული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ სისტემურად და საჯაროდ. გიკითხავთ ციტატას, რა განაცხადა არჩილ გოდულაძემ, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ პირები სანამ ამ კონსტიტუციური დამხობის მოწოდებამდე მივლენ, ჯერ ქმნიან ახმას საზოგადოებაში, რომ თითქოს არ არსებობენ კონსტიტუციური ორგანოები, არ არსებობს კანონმდებლობა, არ არსებობს ქართველი ხალხის მიერ გამოხატული ნება პარლამენტის არჩევის გზით საბოლოო ჯამში. ამ ახმის შექმნის მიზანიც არის, რომ ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის შეიქმნას ნაყოფიერი ნიადაგი და შემდეგ უკვე კონსტიტუციური დამხობის მცდელობა. ხელისუფლების დამხობის მოწოდებისთვის შეიქმნას ნაყოფიერი ნიადაგი და შემდეგ უკვე კონსტიტუციური დამხობის მცდელობა მოხდეს, განაცხადა არჩილ გოდულაძემ. გოდულაძის თქმით, სასჯელის დანიშვნის დროს დაუმძიმებელი გარემოება დაემატება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულების ჩადენა. ამ დროს მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. გარდა ამისა, როგორც გოდულაძემ განაცხადა, სისხლის სამართლის კოდექს დაემატება 316 პრიმა მუხლი ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს შემდეგს. საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს სტატუსის მქონე მოქალაქეობის არ მქონე პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯაროდ მოწოდება ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად
სხვისიან საკუთარი თავის თვითნებურად საჯაროდ და სისტემურად წარმოჩენა ან იმავე პირის მიერ სხვა სისტემური მოქმედება თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე მოქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს. როგორც ხედავთ, აქ არის აქცენტირებული ამ გორდულაძის განცხადებაში ჯერჯერობით კანონპროექტი არ გამოქვეყნებულა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შექმნის შესახებ აღქმის დამკვიდრება, ანუ თუ კი რომელიმე პირის განცხადება შეეხება სწორედ და მიემართება იმას, რომ არალეგიტიმურად აღიქვან რომელიმე კონსტიტუციური ორგანო, მაგალითად პარლამენტი, აი სწორედ ამ პირის დაშლისკენ არის მიმართული ეს ახალი სამართლებრივი ნორმა, რომლის ჩაწერასაც აპირებს ქართული ოცნების პარლამენტი სისხლის სამართლის კოდექსში. მათ გავისაუბროთ აქციის მონაწილეებს და გავიგოთ მათი შეფასებები ამ ბოლო ახალამებთან დაკავშირებით. მე ვხედავ სინდისის პატიმრის მშობლებს, მინდა მათ გავესაუბრო პირველ რიგში საღამომშვიდობისა, მინდა რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. დღეს შემოვერთით თქვენი ხო ბათუმის აქცია, ახლა ჩამოყვედით? რამოდენიმე დღის უკან იყო მარიზი, მე წინა დღესაც ვიყავი. მე დედასთან ვარ ჩამოსული, სოლიარი არის და ჩემი ძმა არ იყო და ჩემი ბრძალი და ჩამოვედი დედასთან და ახლა ისე როგორ წავიდოდი აქედან რომ არ მოსულიყავით აქცია? რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხეთ, დღეს ჩამოვიდნენ ჩემი ვიმიდან. თბილისიდან და ვერ დავტოვებდი ხო სოლიარი ქარს მეშინოდა და ამიტომ გამოვიქეცი რომ მეთქი ერთი დღე მაინც შეუერთდები, იმიტომ რომ ხვალ ალბათ თბილისში შეუერთდები ისევ. რას ფიქრობთ ბოლო ცვლილებებზე? დღეს დაანონსა არჩილ გორდულაძემ პარლამენტში, რომ თუ არ გვაღიარებთ, მოკლედ არალეგიტიმურობის ეჭვს თუ გორდულაძე, არჩილ გორდულაძე, ამ შემთხვევაში ელოდებათ ადამიანებს სისხლის სამართლის წესით დასჯა. უკვე ლაპარაკია 3 წლის თავისუფლების აღკვეთა. რას ფიქრობთ ამ ინიციატივაზე? რამდენჯერაც მომინდება იმდენჯერ ვიტყვი, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება. ნეტა რამდენი თქვენს უფლება გვაქვს დღეში, ერთხელ თუ ორჯერ? თუ თვეში ერთხელ. საერთოდ არა, რაც უფრო ბევრჯერ გაიმეორებთ. სისტემატურად უნდა გაიმეორებთ. ტელევიზიაში იცით ხშირად ვარ. საჯარო ტელევიზიაში როდის დამიძახებს ჟურნალისტი, რომ საჯაროდ იქაც თქვა. იმიტომ რომ ჟურნალისტი და ხო, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ადამიანს ეკითხებიან მაგალითად მეუღლეს ეკითხებიან როგორი ქმარი ხარ და ისე უბნევარ ერთ ჩემცოლს კითხეთო ან როგორი ცოლი ხარ ქმარს კითხეთო. ამიტომ ესინი რასაკეთებენ არ ვიცი, თავიანთ თავს კითხონ, რამდენად ლეგიტიმურები არიან ან ხალხს და ხალხს რადგანაც გვეკითხებიან, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება. ესენი არიან, აი მითვისებული აქვს სახელმწიფო, ამიტომ რამდენჯერაც მოგვინდება იმდენჯერ ვიტყვით და რამდენჯერაც უნდათ იმდენჯერ დაგვიჭირონ, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ვერ გაგვაჩერებენ ვერავითარ შემთხვევაში. რა ცდილობს ამ გზით ქართული ოცნება და ქართული ოცნების რეჟიმი თქვენ დაკვირვებით? ქართული ოცნების რეჟიმი იმას ფიქრობს, რომ რაღაც კანონი შემოიღეს, რაღაც კანონი არც ერთმა არ ივარგა კანონი, იმიტომ ეს არ არის კანონი. ჯერ ისედაც ვიცით, რომ ხელისუფლებაში არ ზის დღეს პოლიტიკოსი. მე არ ვთვლი რომ არ ვიცი, მე ვარ 64 წლის და ძალიან კარგად ვიცი რომ ირაკლი კობახიძე არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკოსი. იყო ლექტორი და იმ მოვალეობასაც ვიღარ ასრულებს, რასაც ასრულებდა, იმიტომ რომ სტუდენტებმა გამოაგდეს მე მგონი საერთოდ უნივერსიტეტიდან. ამიტომ იქ გქონდათ პროტესტი კობახიძის გარდას გახსოვს? კაც რომელიც ხდება ზის პირდაპირ ეთერში და თავისზე უფროს ლექტორებს, პროფესორებს მთელი ცხოვრება უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ, იმად არგუმენტი დამისახელი არგუმენტი არ გაქვს, ესე იგი არ დამითვლია, მაგრამ ალბათ დათვალა ვიღაცამ რამდენჯერ თქვა. და იცი არგუმენტი რა არის, ეკითხება პროფესორს, იცი არ იცი. თან თვითონ ვესწრებს პასუხს, განა ისე უბნევა არ ვიცი. თან ეუბნევა რომ იცი არგუმენტი რა არის, არ იცი რა არის არგუმენტი, თვითონ იცის ძალიან კარგად ყველაფერი თურმე, ექიმიც არის, პროფესორიც არის, ლექტორიც არის, ყველა სფეროში არის ირაკლი კობახიძე და მან იცის ყველაფერი. მე არ ვარ წინააღმდეგი დებატებისა ჩვენი მხრიდანაც, იმიტომ რომ მე ძალიან გულისხმობით ვუსმენ, როგორ გააფარჩაკებს თითეული აქტივისტი ირაკლი კობახიძეს და ასეც მოსდის, იმიტომ რომ ძალიან კარგად მივხვდით დებატებში რა უქნეს პროფესორებმა ირაკლი კობახიძეს, რამდენი წარმო ილაპარაკოთ. ამიტომ ცდილობენ რომ ეხლა რაღაცა კანონი შემოიღეს, არ ვიცი კიდე მე რას მოიფიქრებენ, იმიტომ ეს კანონი ვერ აჯობებს.
ვერაფერს, ხალხს ვერ აჯობებს ესა. ამიტომ ჩვენ ჩვეულებრივად სადაც მოვხვდები, ანუ შეუძლებელი ამით რაღაცა შეაშინოს ვინმე ჩაკელონ პროტესტი. ვინმე შეაშინოს ახლა რეიტი 3 წლით ციხეში ჩასმი, თვითონვე არიან მე სამარცხვინოები, ხო? აი ახლა მე რამდენჯერაც მინდა, იმდენჯერ ვიტყვი, იმიტომ რომ მე არ ვთვლი, მე არ ამირჩევია და ამიტომ ვისაც არ აგვირჩევია, ჩვენთვის ეს არის არალეგიტიმური ხელისუფლება. რა თქმა უნდა, ჩემთვის მიხეილ ყავალიშვილი ეს ერთ თქვენი უფლება რომ ასე შეაფასოთ. მიხეილ ყავალიშვილი ჩემთვის როგორ იქნება ლეგიტიმური? ჩვენ მე მთელი ცხოვრება 18 წლის მერე არჩევნებში ღებულობ მონაწილეობას და ვირჩევ ჩემთვის სასურველ ხელისუფალს, ხო და ჩემთვის სასურველ პრეზიდენტს. მიუხედავად იმისა, მე არც სალომე ზურაბიშვილი ამირჩევია და არც გიორგი მარგველაშვილი, ჩემი დიდი პატივისცემა მას. ამიტომ მე მაინც ვთვლიდი, რომ ისინი იყვნენ პრეზიდენტები, იმიტომ რომ ხალხმა აირჩია ის. იმათმა აირჩიეს ქოცემა თუ შეიძლება დღეს ნახევარი ჩვენ მხარეს არის, ვინც ისინი აირჩია, მაგრამ ხალხმა აირჩია და ამიტომ ისინი მე არ ვამბობდი მაშინ არა ლეგიტიმური სალომე. უბრალოდ ვამბობდი სალომე არ არის ჩემი პრეზიდენტი. არ ვამბობდი მარგველაშვილს, დღეს ვამბობ მიხეილ ყაველაშვილი არ არის საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი არც ქოცების პრეზიდენტია. მიხეილ სააკაშვილი არის რამდენი კაცი ყაველაშვილის იქნება, რა ვიცი, ანა მიხეილის მეგობრი. არ იქნება ეს ალბათ, მაგრამ მაინც ყაველაშვილი აი ისედაც რო არ ცნობ აქედანაც ჩანს, ხო, არ ვახსენებთ ჩვენ საერთოდ ყაველაშვილი არის პარლამენტში მჯდომი, რა ვიცი, რამდენი კაცის ის ქოცი. იმათ საკუთარი პრეზიდენტი, გაუნათლებელი, უციგნური კაცი, რომელსაც დაუწერენ და იმასაც ვერ კითხავენ. ეხლა რა ეტაპზეა თქვენი აზრით ივანიშვილის რეჟიმი? თუ ხედავთ ივანიშვილის მთავრობის დამარცხების საშუალებას და რა შემთხვევაში როგორ უყურებთ ამ პროცესებს? იცი რა, იმდენ შეცდომებს უშვებენ, იმდენ შეცდომებს თუ გინდა ამ კანონებითაც იმდენ შეცდომებს უშვებენ. მე ვფიქრობ, რომ დასასრულს არიან მისულები, რადგანაც თვითონვე მოითხოვეს დებატები. თვითონვე მოითხოვეს და თავიანთ რაში დასჭირდათ ეს დებატები თქვენი აზრით? ამით ხალხს თავს აჩვენებენ ახლა ვიღაცებს, მაგრამ იცით რა ვფიქრობ, კარგი იცით რატო არის ეს დებატები? მე ვიყავი ოჯახში მაგალითად გუშინ, ხო, აქ ვარ და ისინი არ არიან ჩვენ მხარეზე, არ არიან ოპოზიციაში და ჩართული იყო ზუსტად დებატების დროს, მივედი სტუმრად და მე მესმოდა, მინდოდა თუ არ მინდოდა, ძალაუნებურად მესმოდა საუბარი მათი რას დებატობდნენ იქ და მივხვდი, რომ აი შეშინებული დიდი თვალებით ირაკლი კობახიძე და ესენი ძალიან მშვიდად. და მათი რეაქციები როგორი იყო მაყურებლების? თქვენი ახლობლების. ესენი ახლა ცოტა ასაკში შესულები არიან, არ არიან მიუხედავად იმისა, ჩვენ მხარეს, იმიტომ არ არიან, რომ ოჯახის წევრები, ახალგაზრდები არიან საჯარო სამსახურში. არ მოსწონთ ის, რომ იჭერენ ახალგაზრდებს, არ მოსწონთ. ნამდვილად, მაგრამ მე მქონდა საშუალება ამეხსნა იმათვით. მაგრამ ღიად ვერ აპროტესტებენ, ვერ გამოხატავენ. ამეხსნა იმათვით და მეკითხა, რომ თქვენ იცნობთ ჩემს შვილს და რა დააშავა თორნიკემ, რომ დღეს ზის ციხეში. ხო სიტყვაზე, არაფერი არ დააშავა, განათლებული ბავშვები, უნიჭიერესები ციხეში გამოკეტილები. მაგრამ დებატების მოსვენის შემდეგ მაგ შეიცვალა მათი განწყობა, უფრო კრიტიკული გახდა მაგალითად. აი კითხვა, რომ აი ზოგი ისი ამბობს, ზოგი ასე ამბობს, რომელი მართალს ლაპარაკობს, მაგრამ იძულებულები ხდებიან, რომ ესმის იმ მხარისა. მე დღეს ცოტნე ქვია იმ ბიჭს, ხო? ნარმანია კი არა. დღეს ხო კობერიძე, ცოტნე კობერიძე და კიდევ მეორე სტუდენტი გვარი აღარ მახსოვს, დღეს დებატებში ჯდებიან ისინიც, ცოტა მოგვიანებით აუცილებლად მოусმენ და დარწმუნებული ვარ, რომ გაასწორებს მიწასთან იმ თავისზე ძალიან უფროს ადამიანებს. იმიტომ რომ შეცდე მე ბოლოს შეიძლება ინანონ, რომ არ უნდა გვეთქვა პირდაპირი ეთერიო და რაღაცათო მოედანზე არის იმედის ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი. და უფლებას აძლევს თემას არ შეეხოს. მე რო ვიყო ერთი ადამიანი დებატებში, მე მაგდა ანიკაშვილს მივმართავდი, რომ ჩვენ არ მივდივართ მაგდასთან დებატებში, ჩვენ მივდივართ დებატებში კობახიძესთან, ამიტომ მაგდა ანიკაშვილი ერთ ადგილზე რო დაყენდეს იჯობია რა. იმიტომ რომ აღარც მაგდა ანიკაშვილი იქნება, ცოტა ხანში ეგინიც რო არ იქნებიან, დარწმუნებული ვარ და აუცილებლად
აუცილებლად. ალბათ ფიქრობენ ახლა საარჩევნო თუ ემზადებიან არჩევნები ჩაატარონ. თქვენ ფიქრობთ რომ ემზადებიან ამისთვის, ანუ აპირებენ რიგარიში? ალბათ ახლა ვერც შლიან ამ პროტესტს, ვერც დაშლიან, ახლა ამით ფიქრობენ შეამცირონ ის 3 წელი თვითონ შეაჩინებენ იმეს, მაგრამ ჩვენ იმდენად გონიერი ადამიანები ახალგაზრდები განსაკუთრებით განაჩვენ ვერდით, რომ ისინი აუცილებლად აჯობებენ ამათ, იმიტომ რომ ნახეთ აგერ ფაქტი პოლიციელი რომელმაც დაიჭირა არასრულწლოვანმა ბავშვმა აჯობა მაგ, იმიტომ რომ გენიოსი თაობა დააფიქსირა ის რა თქმა უნდა და იმდენ უჭრალეს ტელეფონს ჩვენ ის მაგისი ძმა ვინც დაჭერილია პოლიციელი ჩვენი ის მოწმე იყო ჩვენ ბავშვებთან და ჩვენ თორნიკეს საქმეში იყო მოწმე ამ პოლიციელი კი 19 ბიჭის საქმეში ძმა ყოფილა ამისი და ჩვენ აგერა ვართ ორივე მშობლები და ერთად არიან ჩვენი შვილები გვეცინებოდა იმ მოწმეებზე გვეცინებოდა იმიტომ რომ ხვდებოდით და ვამბობდით რომ რაღაცა არ არიან ან ნაკითხი არ არიან ან არ აქვს დამთავრებული იურიდიული განათლება არ აქვს და ფაქტია გამოჩნდა პატარა 15 წლის ბიჭმა როგორ მოატყუა თავისი ტელეფონი ეხლა დაუშვან ჯობია პოლიციას შეასწავლონ კურსები როგორ შეიძლება გახსნან ტელეფონები თუ რა ვიცი რა თქმა არა მადლობა თორნიკე გოშაძის დედას უსმენთ ხო თქვენი სახელი შემოხსენეთ მარიზი კობახიძე მარიზი კობახიძე მადლობა ხომ ნარგიზია ასევე აქვს ზვიადის დედა ზვია ცეცხლაძის ბათუმელის სტუდენტის დიახ თქვენ რას ფიქრობთ ამ ახალ კანონზე რომელიც დღეს დაანონსა ოცნებამ პარლამენტში რომ თუ კი არ გვაღიარებთ დაგიჭერთო მაგრამ მარტივი გზავნილი ეს არის როგორ სამარცხნო სიტუაცია ეს როგორ შეიძლება მაღიარეთ დამაფასეთ არ თქვი რომ არ ლეგიტიმურია როგორ უნდა გაღიარო რაც არ ხარის როგორ უნდა აღიარო ესე იგი იმდენად შეშინებულია რეჟიმი რომ სხვა გზა არ რჩება და ჩიხში მიდიან და თავის ეტავენ ჩიხში რომ გამოსავალს ვეღარ ნახავენ მაგრამ მათ თქვენს რომ ამის გამო დავაპატიმრებთ ადამიანებს სამწლამდე თავისუფლების აღკვეთა არა მაგენი ძალიან ჩიხში არიან სხვა გზა აღარ აქვთ და საცოდავ დღეში არიან დიდხანს რეჟიმი რა თქმა უნდა ვერ არსებობს და სამარცხინოა აი მართლა სამარცხინო და რა ვქნა ნულოვანი შეფასება მათივე სიტყვით ნული შეფასება ბატონო კობახიძე არც ბატონის ღირსება ანუ ვერაფერს ვერ მიაღწევენ ამით თქვენ ვერა პირიქით საკუთარ თავს დაასამარებენ გეფიცებინ აი მისხალი მცირედი თუ გვეშინოდეს ნულის შეფასება ამ საქციელში ისედაც ნული მაგრამ ახლა ძალიან დიდი ნული დაუწერე სირცხვილი ეგრეთ წოდებულ მთავრობას არ გაღიარებ არასდროს იმიტომ რომ არ ხარ ლეგიტიმური მადლობა ეს ხალხი ნარგიზ დავითაძე იყო ზვიადის დედა ზვია ცეცხლაძე რომელიც ბათუმელის სტუდენტია და არის სინდისის პატიმარი ერთ-ერთი სინდისის პატიმარი რომელიც რჩება პატიმრობაში მის საქმე სააპელაციო სასამართლოს განიხილა მაგრამ დატოვეს პატიმრობაში ისე როგორც მზია ამაღლებელი ჟურნალისტი რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია ჟურნალისტი საბჭოთა კავშირის შემდეგ აღმოჩნდა ციხეში მოქალაქეები რჩებიან ისევ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ეს ტრადიციული შეკრების ადგილია ბათუმში სადაც მოქალაქეები დგანან ქუჩაში და ითხოვენ სწორედ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ასევე ითხოვენ ხალხ არჩევნების ჩატარებას დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში. მოდი გიორგი კრავეიშვილს გავესაუბრები საღამოშობისა გიორგი მე ვიცი თქვენ აქტიურად მუშაობთ თქვენი პროფესიიდან გამომდინარე მოდი ამ ხარას შევდარგეთ ფერენდელ ქართველებთან ხო და ირანის თემაზე რო გითხრათ ბოლო ამბავზე რაც მოხდა თბილისში როცა ანზა გაანათეს თბილისის ანზა ირანის ფერებში და აღნიშნეს ასევე ეს ირანის ეროვნული დღესასწაულია მგონი ხო ხო აი და ასევე გააკეთეს განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშად არცალიას განცხადება იყო ირანთან რაღაცა ხო აი მხარდაჭერის პარტნიორული ურთიერთობების შესახებ და პატივისცემი თქვენი რეაქცია როგორი იყო როცა ამ ყველაფერს უყურებთ იგივე განათებულ ანძას ასევე ამ ღონისძიებებს და რას ფიქრობთ საერთოდ მიდის საერთოდ ჩვენი ქვეყანა როდესაც ირანს ღიად უჭერს მხარს სირცხენის გზნობა მე შემწვა მათ მაგივრად მე შემწვა და მაგრამ კიდე უფრო მეტად გავბრაზდი როდესაც გავიგე რომ თურმე ისლამური რევოლუციის 57 წლის თავსთან ერთად ზეიმობდნენ ქართველების ირანში ჩასვლის ეგრე ეწერა იმათი სიტყვებით ქართველების ირანში ჩასვლის 410 წლის თავს და ამაზე პროტესტი
ბატონი თუ არ ვწდები გიორგი ერქვა, გიორგი სალიკიცის გარდა, ირანისტის გარდა არავინ არ გამოთქვა იქ დამსწრეთაგან. ამ დროს მოხდა ვერერა, ჩემი მეგობრები თბილისში მცხოვრები ფერეიდნელები, ну საქართველოში მცხოვრები ფერეიდნელები ზოგადად მე Facebook-ზე აზიარებდნენ ამ მოსაწვევებს სათანადო კომენტარებით. ირანში მცხოვრებმა ფერეიდნელებმა როგორც ჩანს იქ თავი შეიკავეს ამის გაზიარებისგან, იმიტომ რომ მაინც ყველაფერი ტოტალურად კონტროლდება. იქ Facebook-ი ძალიან ცოტა საქმე და ისიც ვისაც აქვს VPN-ით ამუშავებენ. ნუ YouTube-ი კიდევ უფრო ძნელად სამუშავებელი. ყველაზე ადვილი არის მაინც WhatsApp-ი, მაგრამ იქაც რო გითხრა, კავშირი უხარისხოა. ბოდიშით რა ცოტა ხმადაბლა თუ შეიძლება. კავშირი უხარისხოა. მაგრამ აქ მე დღემდე ფერეიდნელებთან აქტიური კავშირი უბრალოდ არის თემები, რაზეც ჩვენ ერთმანეთში არ ვსაუბრობთ, ან თუ ვსაუბრობთ. ალიცით რომ ისინი ვერ გამოხატავენ, ვერ შეძლებენ გამოხატონ რეალურად თავიანთი შეფასებები. არ ვიცი ამის გასაჭაროება. დრაში დასჭირდა საქართველოს ეს ნაბიჯი თქვენი აზრით, იგივე ირანის ხელისუფლების, ასე ვთქვათ, დამნაშავე ხელისუფლების, ხო, რომელიც პირდაპირ კლავს ადამიანებს პროტესტის გამო მხარდაჭერა და პარტნიორ ურთიერთობის ხაზგასმა. ეს რაში დასჭირდა საქართველოს თქვენი აზრით? და რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის? ახლა გონივრული პასუხი ამაზე როგორ გაქცევთ? გონივრული რაფინირებული პასუხი. ჩემი აზრით ეს არის უბრალოდ ხარდაჭერა რუსეთის ბლოკისგან. მეტი სხვა პასუხი ამ კუთხით არ არის. აქვე მინდა შევეხო მოდი უნივერსიტეტის თემებზე და მითხარით მაგათ უნივერსიტეტზე და მე დებატებზე მე სპეციალურად უყურე იმ დებატებს და მაგაზეც აი არგუმენტები ვერ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძე ასე მიმართავდა განათლების ექსპერტებს რომელსაც ჩამოაყალიბეს კონკრეტულად რა საფრთხის წინაშე დგება ქართული განათლების სისტემა და უნივერსიტეტები ძალიან ბევრი არგუმენტი მოვისმინე მათ შორის ისეთი სფეროებიდან რომელსაც მე საერთოდ ვერ ვერგო მაგრამ ამ დებატებს მაინც ვფიქრობ რომ აზრი არ გვაქვს არ უნდა მიიღო მონაწილეობა იგივე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ან ექსპერტებმა ამ დებატებში? ჩემი აზრით ამ სიტუაციებში არა. რა ცდილობს ამ დებატებით, რაც სადებატო სივრცეების მოწყობით, ქართული ოცნების საბაბ, რა შეჭირდება მას ეს? ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი რომ დემოკრატიის ილუზიას ცდილობს. და ამ დროს არც ერთი რეალური არგუმენტი არ გაითვალისწინა თვითონ პრემიერ-მინისტრმა კი და საერთოდ არგუმენტადაც კი არ ჩადო. არადა, ეხლა მე მაგალითად ერთი თემა რაც დამაკლდა და ნუ ბუნებრივია, იმიტომ რომ იმ ცოცხალ დებატებში ყველა თემას აბსოლუტურად ვერ მოიცავდა. ხო. ეს არის ჩემი ჩრდილო კავკასიელების და თურქეთ-ირან-აზერბაიჯანის ქართველების თემა. ხო. დღემდე ხელისუფლებამ არ გაგვცა კონკრეტული პასუხი ჩრდილო კავკასიელებს და თურქეთ-ირან-აზერბაიჯანის ქართველებს. ეკნებათ თუ არა უფლება, რომ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ისწავლონ. თავდაპირველად ითქვა რომ არ ეკნებათ, მერე ითქვა რომ რაღაცები შეიძლება დაუფიქრდეთ და გადავთქვათო, მაგრამ დღემდე არ არის ამაზე გარკვეული პასუხი. მაშინ როცა ბათუმის სახელმწიფო იგივე მუჰაჯირების შთამომავალს, ქართველი მუჰაჯირების შთამომავალს აღარ ეკნებათ საშუალება რომ ისწავლოთ იგივე ბათუმის უნივერსიტეტში, ხო? არც ისტორიულ ტერიტორიაზე მკვიდრს. მუჰაჯირობა ჩვენ ვიძახით რუსეთ-თურქეთის ომის დროს გადასახლებულს და ნახევარი ხა ტაო-კლანჭეთის ქართველობა ის გადასახლებული არ არის. ისინი ისტორიულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა ომამდე, ომის დროსაც, ომის შემდეგაც. და რესტურნები იქედანაც, მათ შორის ჩვენს უნივერსიტეტებში ვისწავლოთ სხვა სპეციალობებს. ვინ არა, მაგას არანაირი გარჩევადობა არ აქვს. უბრალოდ აი მოცემულობა გვაქვს ისეთი, რომ ძირითადად ქერეთის, ანუ რასაც საინგილოს ვეძახით, კახი, ზაქათალას ხალხი უფრო თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობს სხვადასხვა ფაკულტეტებზე, ფერეიდნელებიც ასევე თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლობენ სხვადასხვა ფაკულტეტებზე, მაგრამ უფრო მეტად მაინც ირანისტიკა იზიდავთ და ეს უნებრივია. და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უფრო მეტად ამ თურქეთის ქართველების სწავლობენ ლაზებიც და ეგრეთ წოდებული გურჯებიც ორივე. შემხედრიან კიდეც. ვიცით კიდე რამდენი კიდე ბათუმის პროფესორებთან აი პირადი ნაცნობობის გამო მე ჩაუვარებია და ეხლა დღეს ეს შესაძლებლობა წაერთმევა თუ კი დარჩება ესეთი ჩანაწერი რომ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს აუცილებლად ვინც ისწავლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხო? არა და მარტივი არის გამოსავალი.
მარტივი არის რა. ყველა მსურველს გამარტივებულად მიეცეს, აი ვინც თურქეთიდან, აზერბაიჯანის ქართველი და ჩრდილო კავკასიელია, მათ მიეცეთ თანამემამულის სტატუსი და ამ თანამემამულის სტატუსის საფუძველზე ისწავლონ სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ეს არ მოწონთ იურისტებს, სხვა გზა მოიხსნონ. ან ბინადრობა იყოს, ან ამ სხვა ჩანაწერი იყოს, მაგრამ თავარია საქმე გაკეთეს. ნუ მე ახლა ყველაზე მეტად ყველაზე რეალისტურად მაინც თანამემამულეობის სტატუსის საფუძველზე სწავლა მესახება. ოღონდ ეს სტატუსიც უნდა გაიცეს გამარტივებული. დიდი მადლობა. ეს გიორგი კრავეიშვილი იყო. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ეხლა მაინც რო კიდევ ზოგიერთ იმას წინს რა ფერეიდნის თემას რო დაუბრუნეთ, რომ ფერეიდნელები აშკარად ასე არ გამოდიან, იქ ცალკე მიტინგს არ აწყობენ, აქაურების თავს იკავებენ ზოგიერთ თემაზე და იქ დარჩენილები ხო მით უმეტეს და ხალხო ნუ გიგვირთ. ნუ გგონიათ, რომ ირანში მარტო ღვინისმა არის და ქრისტიანულად მონათვლარი აკრძალული, იქ ბევრი სხვადასხვა აკრძალვები არის. მათ შორის ფერეიდნელებისთვისაც ყოფითი აკრძალვების და ამიტომ ზოგიერთ რამეზე თავის შეკავება უწევთ. ეხლა მე მაინც 1-2 წუთი დამჭირდება ჩამოვთვლი უბრალოდ იმ ყოფით აკრძალვებს, რომელიც ზოგადად ირანის მოქალაქეებისთვის არის. ნუ ეს გვერდის ხადრო ისის ვისაუბროთ ჯობია სხვა ინტერვიუში, იმიტომ ეხლა ლაივში ვარ და პირდაპირ ეს ბოლო ამბებზე მოქალაქეების. არა, ეხლა იმიტომ რომ ეს მეტაკლებად გასაგებია, რომ ირანში პროტესტი ვერ გამოხატავ. ერთი წუთი იყოს ინფორმაციის სახით და მერე თუ საჭირო იქნება სხვა დროს გავხსნით ამ თემას. ეხლა მაგალითად ირანში, მათ შორის ფერეიდნელებშიც და არაფერეიდნელებშიც. ვინც არის პოლიციელი, ვინც არის მაგალითად დირექტორი, ვინც არის რაიმე საწარმოში ხელმძღვანელი და ასე შემდეგ, იმათ საერთოდ ეკრძალებათ ირანის მთავრობიდან საქართველოსა და ევროპული ქვეყნების ნახვა იქამდე სანამ პენსიაზე გავლენ და ვისაც არ ეკრძალება, იმათ ხშირად ძალიან ბევრი სოლიდური ფულის დატოვება უწევს საზღვარზე. თან იმის საგარანტიოდ, რომ დაბრუნდება უკან ირანში და თუ ეხლა არის იქ რაღაც ისეთი შეზღუდვები კიდევ რომ შეება თანხას დაგადებინონ და მაინც არ გაგიშვან. ეგ ერთი ელემენტარულს კიდევ ვიტყვი, რომ ამ ხალხს ასევე სხვადასხვა ვისაც ჯარი არ აქვს მოხდილი, იმათ ეკრძალებათ კიდე საქართველოსა და ევროპული ქვეყნების ნახვა და ელემენტარულად იცით, რომ თქვენ ამ კატეგორიას მე ვამბობ აი მასწავლებლები, პოლიციელები და საკუთარ ქორწილში, საკუთარ სოფელში ცეკვა სიმღერა ეკრძალებათ. და მაგის გამო ძველი ვიდეო კასეტებიც კი მე როცა ექსპედიციას ვატარებდი არ მოგწეს და რო ვეუბნებოდი მაშინ 90-იანებში ესენი არ იყვნენ ასეთ აკრძალულ თანამდებობებზე, არ იყვნენ, მაგრამ ესო რომ ინტერნეტში აი ტვირთოსო ძალიან ძნელიაო. მაინცო უსიამოვნებები შეხვდებოდა და კიდევ ბევრი სხვა ასეთი შეზღუდვები აქვს და ამიტომ გავითვალისწინოთ და როცა იქნება შესაბამისი თემა წინ წამოწეული, მაშინ ეს მადლობა, ეს გიორგი კრავეიშვილი იყო, სპეციალისტი, მადლობა. Გვერდმას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში, ჩვენ ბათუმში ვართ, მე შეგეხსენებთ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ისევ დგანან მოქალაქეები უწყლოდ საპროტესტო აქციებზე და ესე უცდელია ეს მოთხოვნები, ხელახარჩენები ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში, ასევე არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა და პირველ რიგში სინდისის პატიმრების სინდისის ტყვეების გათავისუფლება, ასეთია მოთხოვნები, რომელსაც აჟღერებენ არა მარტო ბათუმში, არამედ ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციაზე გამოსული მოქალაქეები. მოდით მოქალაქეს კიდე გავესაუბრები ოცნების ახალ ინიციატივაზე. გოჩა საღამოშთებისა, იმიტომ რომ გაგესაუბრე გოჩა მშავანაძე. რას ფიქრობთ ოცნების მორიგი ინიციატივაზე, ოცნების პარლამენტის, რომელიც ამბობს, რომ თუ არ მაღიარებთ მარტივად და ლეგიტიმაციაზე გააჩენს ეჭვებს რომელიმე პირი სისტემატიურად და საჯაროდ შეიძლება ამის გამო დავიჩიო. სამწაული თავისუფლების აღკვეთა. რავი, გააშეშინებულები არიან. დამარცხებულები არიან და დამარცხებულების პოზიციიდან საუბარია, ეს ყველაფერი და მუხარა, რომელსაც არავის არ ეშინია. არ ვიცი, რა ზომები უნდა მიიღო, მე მაგალითად ერთმა მოქალაქემ ესენი ვაღიარო. წინა პატრიოტობით შემოიფარგლო, რავი. გამორიცხავ თქვათ, რომ ამოქმედოს ეს რეპრესიული მექანიზმი და დააკავოს ამ საფუძვლით ისეთის წინააღმდეგობის დააკავოს, მაგალითად მთელი საქართველოს ფუძისით უნდა აქციებთა საპრობილოთა რავი, პროტესტის მონაწილეები ყველა უნდა დაგვაყავოთ, რავი, დაგვაყავოთ. მაგრამ ამით რა ლეგიტიმაციას მიიღებს? მე მგონი ვერ მიიღებს და ლეგიტიმაცია ისეთი გაფარი შისზე და იმაზე რომ წინააღმდეგობა რაღაცა ხელწერა ეგ არის განწყობა დამოკიდებულება შინაგანი მიდგომა და ღიარება და ამის კანონმდებლობით დარეგულება ცოტა უცნაურია. მე მახსენდება ეხლა აქციის მონაწილეებს ანუ ველაპარაკებოდი რომ
მაგალითად ორგანიზებულ დანაშაულთან ზოლის წინააღმდეგ კანონი რომ მიიღეს წინა ხელისუფლების პერიოდში მე ვახსოვს საზოგადოება აღშფოთებული რომ როგორ შეიძლებაო საკუთარი ფიქრის აზრის და ცხოვრების წესის გამო დავრიდადო მოხალხესო და მაგალითად კრიმინალად შერიცხო და ციხეში ჩასვლა ამით იცავდნენ რეალურად ორგანიზებულ დანაშაულის წევრებს და ინგლისურ ავტორიტეტებს. ეგ ხალხი დღეს რომელიც ამის უვერსია სახელმწიფო გეუბნება პატრიოტული მოხალხე რომელმაც დააკვირდი არჩევნებს შენი თვალით დაინახე რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი და თავისუფალი და გაყალბებული იყო და შენს და საქართველოს მოხალხეების ნებას რეალურად არ ასახავ შეთავაზება გაცდა გაქო ესენი არ უნდა აღიარო ლეგიტიმაცია შენსთან არ აქვს და გეუბნება რომ თოფით გარგება თუ არ მაგიარე დაგიჭერე რავი დამჭიროს და თუ დამჭირეს მე ვაღიარებ ან რომ სიძულებით დაუშვათო გატეხოს გამტეხოს და რაღაც ფსიქოლოგიურად რაღაცა ფიზიკური ძალადობის შედეგად მაგიარებინა მე რა ამის ახლა ხო აღიარებას ვერ მიიღებ მე არ ვაპირებ აღიარებას და არცეთი ადამიანი არ შემოხვედრია ის ამ პროტესტშია რომ შეშინებული იყოს და დარგობდეს მაგას ცინიკურად აბურჩათა ვიგდებს მაგის ავტორებსაც და გორდულაძე რომ დაარწმუნა პარლამენტი როგორც მითხრა 10 დღის წინ დაახლოებით რომ პარლამენტის თუ დავარწმუნებო აღნიშნული კანონით შეიძლება მივიღოთ ვაი მაგ საწყალ თავს მართლა ვინ უნდა დაარწმუნო ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული შპარგალკით მოქმედებენ რომელსაც კრემლში უწევენ ყველაფერს მიიღო და ნახოთ რამდენი ადამიანი აღიარებს რამდენი გასწრებია რამდენი დაიჭერენ და როგორ დაიჭერენ მაგის ძალიან მნიშვნელოვანია და რაც შეიძლება იმ კანონთან მიმართებით ეგ ხალხი ვინც აღშფოთებული იყო და რაღაც იცავდა იმ სამყაროს და იმ შეგნების ადამიანებს და იმ ცხოვრების წესს ეგ ხალხი დღეს ამ პატრიოტული ხალხის წინა გვერდით არ დგას რაღაც კონფორმისტების ზონაში არიან ხმას არიგებენ ერთშია წყალი ჩაგუბებული და საინტერესოა რა ხდება მასთან გავიგე რა რატო არა მართლა სამართლიანი აღშფოთება და სამართლიანი ბრალი უნდა ხონდეს აღნიშნულ საქმეზე და იქ არ უნდა ხონოდათ ბრალი და ესე იგი საკუთარი ინტერესები პირადი ინტერესები და პირადი კეთილდღეობა და განწყობები და რაღაც მოლოდინების საკმაყოფილებისთვის იბრძოდნენ რაც კიდევ ერთხელ ადაპტირებს ამ ყველაფერს და ოცნება დგას გავს ხალხზე კონფორმისტებზე მედოვებზე ეს რასაჩვენებს რა ეტაპზეა ხალხის რეჟიმი როცა ასეთი ტიპის კანონებს იღებს და თუ არ მაგიარებ დაგიჭერ ლეგიტიმაცია არ აღიარება არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი ამ უწყვეტი პროტესტის და ეს არის ის რაც ძალიან აღიზიანებს აბრადებს დარწმუნებული ვარ ივანიშვილის მოსვენებას რამე თუ არ აძლევს ეგ არის არა ვერ ჩაახშო პროტესტი ვერ ჩაახშო პროტესტი და ვერ მიიღო ლეგიტიმაცია ვერ მივიდა იმ პოზიციაზე რომ მე მაგალითად ერთმა მოხალხე გოჩამი გავალადე გაუძახო ხელისუფლება მე არასდროს არ ვეძახი ხელისუფლებას ვეძახი არალეგიტიმურ ხელისუფლებას ან ოცნების ხელისუფლებას და ეგაა ჩემი მიდგომა ამას მე არასდროს არ შევხვდი თუ სამართლიანი არჩევნებით არ მოხდება ხელისუფლების ფორმირება ხელახალი და თავისუფალი არჩევნები ეს ძალიან აბრადებს ვერაფერი ვერ მოუხერხავ ერთ ჩარიმებით, ერთ ადმინისტრაციული პატრონობებით, ვერაფრით და ეხლა შემოიღო რაღაცა დივერსიული ჯგუფებთან და დივერსანტებთან, ჯაშუშებთან იდენტიფიცირებას და დაკავშირებას ახდენს, ვითომ რომ მე რო ექსტრემისტა მე ვითომ რომ დავიცი ივანიშვილის მორჩილ ყობახიძეს პრემიერად კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ყოფილი ვარ ექსტრემისტი და ამ ქვეყნის იმიტომ რომ მე საფრთხე რომ შეიძლება რაღაც გადატრიალება მოინდომო და ხო ყობახიძეს თუ არ ვაღიარებ გადატრიალების ეგრე კონსტიტუციური წყობილებას ემუქრება საფრთხე ხო ასე გამარტავეთ ხო და იმ ოკუპანტებთან გაგვათანაბრა ქვეყნის მოხალხეები ოკუპანტებთან ჩვენ ტერიტორიებს არ აღიარებენ და ჩვენ როგორც ვიყვართ ეს ქვეყანა როგორც ვიცავთ ეს ინტერესებს იმის რეალურად ვიყვარდეთ და იცავენ და ეხლა ბევრად წინ ვიქნებოდით და მორჩილი ყობახიძეები რო ყავს უმრავლესობაში და თელ ხელისუფლებაში რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ ვერაფერს ვერ გვიზამენ მოკლედ სასაცილო დღეში არიან წაგებულ მდგომარეობაში არიან და რავი თავმოყარეობა რომ გააჩნდეს ნებისმიერ წარმოადგენელ ხელისუფლების აღნიშნულ კანონს კი არა რავი წინანებასაც არ გააჟღერებდა საჯარო რავი ჩემს მეგობრებს არ ვეტყვი მე რომ მაგიარე რავი ბუღალტერი ვარ და მაგიარე მაგარი ვარ და მაგიარე მაგარი თოლი ვარ და თუ არ მაგიარე რავი თასი საიდან მოდის რავი ძლიერია თუ რატოა გამოდის რომ დამარცხებულია და ძალით ცდილობს ხელების განაგრეხებას და არ გამოუვა ნახოთ აღერა ბევრი არ დარჩა სავარაუდოდ ხარიტაშიც მიიღებენ როგორც ამბობენ 2-3 დღეში და
მისი აღმატებულება, ივანიშვილის აღმატებულება ყაველაშვილის ჩქარამოაწერ ხელს და ნახოთ აგერ ვინ აღიარებს. რამდენიმე დღეში სავარაუდოდ უკვე ამოქმედდება ეს ახალი მე კანონი. ვიქნები ანუ ახალი ჩანაწერი სისხლის კოდექსში. აქ მინდა აბსოლუტურ რეალურობა დარწმუნებული როგორც ეს არ აღიარებს, ასე არ აღიარებს. შემდეგაც მოვიდნენ, რა გვიჭირდა, ნახოთ ამ საიჭერენ და როგორ დაიჭერენ და ბოლოს რაჩისაც საიჭერენ, მაგასაც ნახავთ პოლიტიკური ჩიტიგულის პროვა რა თქმა უნდა. მადლობა. გოჩამ ჟავანეძე იყო მოქალაქე პროევროპული აქციების სამწინააღმდეგობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. თქვენ უსმენთ აქციის მონაწილეების პოზიციებს, მათ განწყობებს ბოლო პოლიტიკურ ამბებთან დაკავშირებით, მათ შორის ცვლილებებზე სისხლის სამართლის კოდექსში, რაც დღეს დაანონსა ქართულმა ოცნებამ პარლამენტში, როცა მან თქვა, რომ თუ კი ადამიანი საჯაროდ და სისტემატურად მოუწოდებს სხვებს რაღაც კონკრეტული მოწოდებები აქვს და ეს ქმნის არლეგიტიმურობის განცდას ადამიანებში, მოკლედ თუ არ აღიარებს ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ლეგიტიმურობას, ამ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს როგორც ჯარემით, ასევე საზოგადოების სასარგებლო შრომით, ან მათ შორის თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა საღამოს, ეს ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G და გაზეთი G რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით.